უკრაინაში მომხდარ ინციდენტში ქართველი ახალგაზრდები ფიგურირებენ. უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით ქალაქ ვიშნევოში მდებარე სასტუმროს ადმინისტრაცია, სადაც 90-მდე ქართველი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ხმაურის გამო სამართალდამცავებს მიმართა. მიხეილ უკლებას განმარტობით პოლიციის მისვლის შემდეგ სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია უკვე განეიტრალებულია. მომხდარის შედეგად კი არავინ დაუკავებიათ. უკრაინაში სასწავლებლად წასული 90-მდე ქართველი სტუდენტი კი სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც ახალგაზრდები ხვდებიან, პოლიციის თანამშრომლებმა მათ პასპორტებიც კი ჩამოართვეს. Შელაპარაკება ჩაერთო პოლიცია და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. ეხლა შელაპარაკეთ კიევის პოლიციის უფროს, ველაპარაკეთ ქალაქის მერე პოლიციის უფროს, ეხლა და ყველაფერს ადგილზე დავადგენ. საკონსულო თანამშრომლები ჩვენი კონსულ დანაჩამე ადგილზეა. ესპანელი უკვე პოლიციასთან კონტაქტი გუნდავარებულ ძალოვან სტრუქტურებთან. ილიშვისა და ჩვენი კონსული ადგილზე იყო უკვე. სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოიძახა სპეციალიზი, რავი, რამდენიმე ადამიანი შემოგვიوازნენ ნომრებში, პასპორტები აგვარცხეს, აგრესია ძალიან დიდი ამ ქართველების მიმართ. ეს ბავშვები იჯდნენ ტელეფონში, სასტუმროს ტელეფონში, მოუწოდა ადმინისტრაციამ შესულიყვნენ ოთახებში და მათ მოთხოვეს რომ 9 საათი საუბრობდნენ ბავშვები და დავიშლებითო და ამას მოყვა მერე თითქოს და არ დამორჩილება ამ ბავშვების და გამოიძახა ადმინისტრაციამ სპეცრაზმი, პოლიცია და გაუსწორდნენ სასტიკად ამ ბავშვებს. მიმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაუყოვნებლივ ჩაერთონ და გაერკვიონ ამ დეტალებში, რატო მოხდა ამ ბავშვების დარბევა.